მოგესალმებით, გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი სამართლის ექსპერტი YouTube არხზე. ჩვენ ძალიან მალე გვექნება საინტერესო სიახლეები ახალ პროექტებთან მიმართებაში, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ყანდაშვილი. ბატონი ირაკლი, პირველ რიგში მოგესალმებით და მინდა დავიწყო მოლუცვით დღევანდელი ეთერი, გილოცავთ გამარჯვებას, ძალიან კონკურენტულ და დაძაბულ გარემოში მოგიწია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და ეს პროფესიულ არჩევნებსაც გაცდა რაღაც კუთხით, იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას და მინდა ხაზგასმით აღნიშნო ის ფაქტიც, რომ დაფიქსირდა პრეცედენტი, როდესაც არჩევნები ჩატარდა ძალიან გამჭვირვალედ, დემოკრატიულად, ისე რომ ერთი საჩივარიც არ იყო დაწერილი და ის პრეცედენტი, რომელიც პრეცედენტიც დაფიქსირებად ჩვენ გსურდა, როდესაც თქვენ იყავით ჩვენთან კანდიდატის სტატუსის სტუმარი, რომ ორივე მხარე გამარჯვებულს და დამარცხებულს ღირსეულად შეხვედროდა ამ არჩევნების შედეგებს, ეს ფაქტიც დადასტურდა. ღირსეულად მოგულოცავთ თქვენ ოპონენტმა და თქვენი პირველივე განცხადებაც იყო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ განაცხადეთ, როცა თვითონ ადვოკატთა კორპუსი იყო ერთი მთლიანი გუნდი და ის წინასაარჩევნო პერიოდში დაყოფილი გუნდების არსებობა პრაქტიკულად დაასრულეთ და რაც ძალიან მისასალმებელი ფაქტია და მინდა გისურვოთ წარმატებები. მეც შევუერთდები ბიზნეს მოგილოცავთ პოსტზე არჩევას. ნამდვილად საინტერესო, გამჭვირვალე და რთული არჩევნები იყო, შემიძლია ვთქვა. გისურვებთ პროფესიულად ყოველივე კარგს და ვისურვებთ და გისურვებთ ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა უპირველესად მოწვევისთვის, მოლუცვისთვის. მე მიხარია თქვენ შესავალი ასე დაიწყეთ, რომ გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი, მე მინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს და თქვენ გისურვებთ უპირველესად წარმატებას ამ იდეის შემდგომ რეალიზებაში და განხორციელებაში. რაც შეეხება არჩევნებს, გიდასტურებთ, ნამდვილად უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ ჩატარდა, დიდი იყო ნამდვილად საზოგადოების ინტერესი, რაც არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, რომ ადვოკატის პროფესია ძალზედ მნიშვნელოვანი პროფესიაა მართლმსაჯულებაში და არა მხოლოდ აქედან გამომდინარე, ნამდვილად ჯანსაღი იყო ის მოლოდინები საზოგადოების მხრიდან და მე მიხარია და მოხარული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და ის გზავნილი, რაც არჩევნების შედეგების შემდგომ პირველივე წამს ჩემი მხრიდან გაჟღერდა, ეს არ იყო ახალი და არც უცხო, გამომდინარე იქიდან, რომ მე პირველი დღიდან ამ პოზიციაზე საჯაროდ ინტერესის ფიქსირებისა ვაცხადებდი და ვაცხადებ დღესაც, რომ ეს არის ერთიანი, დიდი პროფესია და არის გამაერთიანებელი თანასწორად ყველა ადვოკატის და ეს არის პროფესია, რომელშიც ყველა ადვოკატი თავს უნდა გრძნობდეს როგორც თანასწორს და პრინციპი თავმჯდომარე თეორიულ ადვოკატის გვერდზე რეალიზდება და რეალიზებადი იქნებოდა თქო, ამბობდი ყოველთვის აქედან გამომდინარე, ეს არ იყო ჩემთვის არც უცხო და არც რაღაც განსაკუთრებული პრინციპი, ყოველთვის არის პრინციპი და დაცული იქნება, რომ თითოეულ ადვოკატმა ჩვენ ამ პროფესიაში თავი უნდა ვიგრძნოთ როგორც სახლში. აქედან გამომდინარე, თქვენთან ერთად უერთდები სურვილებს იმისა, რომ პროფესია შემდგომში განვითარდეს და განვითარდეს თითოეული ადვოკატის ჩართულობით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. პირველი სამუშაო დღე როგორი იყო თქვენი? მე მახსოვს, თქვენ ადვოკატები დაპატიჟეთ ადვოკატთა ასოციაციაში, ადვოკატთა სახლში და წინა საახალწლოდ ერთად შევხვდით ამ ყოველივეს. როგორ გაიხსენებთ ამას და როგორი იყო ეს შთაბეჭდილება თქვენთვის? მე მგონი ძალზედ სწორი არის და ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არა მხოლოდ პირველ სამუშაო დღეს, არამედ თითოეულ დღეს ადვოკატებთან ერთად უნდა ატარებდეს და ატარებს კიდეც და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ პირველი სამუშაო დღე ჩემი ხედვით უნდა გამეტარებინა კოლეგებთან ერთად, ძალიან სიმბოლურად დაემთხვა წინა საახალწლო დღეები იყო კარს და მე მიხარია, რომ ადვოკატებმა ერთად დამდეგი ერთი მეორეს მიულოცეთ და ეს კომუნიკაცია გრძელდება და გაგრძელდება რა თქმა უნდა. და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა თავი ვიგრძნოთ როგორც ერთიანი დიდი ოჯახის განუყოფელ და თანასწორ შვილად. ბატონო ირაკლი, ორი თვე გავიდა, რაც თქვენ არჩეული ხართ ამ პოზიციაზე. რა გამოწვევები დაგრჩათ? თქვენ რა თქმა უნდა მოლოდინი გქონდათ, რა იყო გასაკეთებელი, რა გამოწვევების წინაშე იყავით, თუმცა უშუალოდ პროცესში ყოფნის პერიოდში თუ არის თქვენთვის რაღაც ახალი სიახლე ამ გამოწვევებასთან დაკავშირებით, რომელზეც
ფიქრობთ, რომ ყურადღება არის გასამახვილებელი? ძალიან საინტერესო საკითხია. მოდით ასე ვთქვათ, ამ თემის ძალზედ ფართოდ და ვრცლად შეიძლება ჩაშლა, თუმცა გარკვეული ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით ძალიან მოკლედ ვეცდები, რომ ძალიან კონკრეტული აიღოს ჩემი უგუგება. კი ბატონო, არასრული 2 თვე ნამდვილად გავიდა. და ამ მოკლე პერიოდმა, თუმცა მოდით ამ 2 თვესაც ბიძინა თქვენის ნებართვით კიდევ უფრო დავავიწროებ. ჩვენ დაახლოებით ალბათ შეიძლება თამამად ითქვას, გვაქვს 2 ახალი წელი საქართველოში და სადღაც ალბათ 20 იანვრის შემდგომ უბრუნდებით ყველანი აქტიურ ყოველდღიურობას ქვეყანას გულისხმობ და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ დაახლოებით 1 თვის აქტიური ჩართულობა არის ხელთ. ამ პერიოდის მანძილზე არაერთი გამოწვევის წინაშე დავდექით და ეს არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალზედ ცოცხალი პროფესიაა და მათ შორის სოფლიო გადმოსახედიდან და საქართველოშიც ანალოგიურად ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს ყოველდღიურობა, სხვადასხვა დაგეგმილ თუ დაუგეგმავ სიახლეებს ვაწყდებით, თუმცა პროფესიის მაგალითზე შეიძლება გამოვკვეთო, რომ სახეზე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენს კოლეგებს გარკვეული წინაღობების გადალახვა უწევდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. იყო 3 ფაქტი, როცა ადვოკატი მარწმუნებელთან, კლიენტთან საზოგადოების კონკრეტული ნაწილის მხრიდან გაიგივდა, ადგილი ჰქონდა ამის ნიადაგზე, მათ შორის ადვოკატების მიმართ ერთგვარ ბულინგს, რასაც ადვოკატთა ასოციაციის ხმამაღლა ისმოდა, ჩვენ თითოეულ ამ ფაქტზე რეაგირება მოვახდინეთ, მათ შორის 2 შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება და ესე გაგრძელდება. ნებისმიერი ფაქტი, როდესაც დაფიქსირდება ადვოკატის მიმართ რაიმე ტიპის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა საზოგადოების ნებისმიერი პირის მხრიდან, ადვოკატთა ასოციაცია ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე და როგორც ამ 3 შემთხვევიდან 2-ზე უკვე დაიწყო გამოძიება, მესამესთან დაკავშირებით გარკვეული პოზიციები ამ შემთხვევაში მუშავდება, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება. მე ვისურვებდი, მოდით ასე ვთქვათ, ბიძინა გივი, რომ გამოწვევები იყოს ნაკლები, თუმცა ერთი რაღაცა კარგად მესმის და გააზრებული მაქვს და მე მინდა, რომ ეს მათ შორის კოლეგებსაც კარგად გვესმოდეს, რომ პროფესიული გაერთიანება დროსა და სივრცეში ყოველთვის იქნება სწორ პოზიციაზე და პოზიციონირება იქნება ყოველთვის ადეკვატური იმ საჭიროებების და გამოწვევების. თუმცა რა თქმა უნდა იმ ფორმატში და იმ საზღვრების დაცვით, რაც არის პროფესიული გაერთიანების ამ შემთხვევაში მანდატი. არც მეტი, არც ნაკლები, თუმცა რა თქმა უნდა თითეული ადვოკატის ინტერესის დაცვით და სლოგანი და გზავნილი პროფესია და პროფესიული ინტერესი უპირველეს ყოვლისა რეალიზდება ყოველდღიურად ჩვენი მხრიდან და ასეც გაგრძელდება თითეული ადვოკატის ჩართულობით. ვისურვებდი გამოწვევები ნაკლები იყოს, თუმცა არსებობის შემთხვევაში რა თქმა უნდა ადეკვატური იქნება და არის კიდეც რეაგირება. ბატონო ირაკლი, ძალიან აქტიურად დაიწყეთ თქვენი საქმიანობა. გარდა იმისა, რომ საქართველოში ბევრი შეხვედრა გქონდათ, მაგალითად პრემიერთან, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან, გენპროკურორთან, იუსტიციის მინისტრად შეხვდით. გარდა ამისა, საერთაშორისო დონეზეც არაერთი შეხვედრა გამართეთ და ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ საგარეო საქმეთა მინისტრიც კი გიწოდათ. აი ამ მიმართულებით როგორ შეაფასებთ თქვენს შეხვედრებს? ჯერ საქართველოში რომ გავაერთიანოთ ეს შეკითხვა და შემდეგ უკვე საერთაშორისო დონეზე. მოდით ასე ვთქვათ, ადვოკატთა ასოციაცია და კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ პროფესია ადვოკატი ძალზედ მნიშვნელოვანი პროფესია. ჩვენ ადვოკატებს ალბათ ამეთანხმებით ეს კარგად გვესმის. მე იჭვით არ მეპარება, რომ ყველა ძალიან კარგად ესმის თითოეულ ადვოკატს ჩვენი როლი, მისია და დანიშნულება საზოგადოებაში. ძალიან დიდ ფუნქციას ვასრულებთ მართლმსაჯულების განხორციელებაში ყოველდღიურად და არა მხოლოდ უფრო ფართოდ რომ შევხედოთ ეფექტური ხარისხიანი მართლმსაჯულების შექმნაში ჩვენი პროფესია არის ჩართული და მნიშვნელოვანი ფუნქციის შემსრულებელია, ხოლო ეფექტური და ხარისხიანი მართლმსაჯულება მათ შორის ძალიან დიდ როლს თამაშობს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ამ პროფესიას ჰქონდეს ამ შემთხვევაში ყველა იმ აქტორთან, რომელი აქტორიც ჩართული არის მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით პირდაპირ კომუნიკაცია.
ალბათ მეორე მხრივ უბრალოდ გამომდინარე იქიდან რომ არჩევნები ახლად ჩავლილი არის და ახალი თავმჯდომარე ყავს პროფესიას სწორიც არის გაცნობითი კომუნიკაციის დამყარება, თუმცა მეორე მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანი არის ეს პირდაპირი კომუნიკაციის პლატფორმების არსებობა, რომ დავავიწროთ და შევხედოთ ქვეყნის შიგნით, როგორც თქვენ აღნიშნეთ და რა თქმა უნდა, ისეთი კომუნიკაცია, როგორიც არის ამ შემთხვევაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი არის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი პროფესია და სხვათა შორის გაჟღერდა ბოლო თქვენს მიერ დასმულ კითხვებში ასახვა ასევე ჰპოვა რა გამოწვევებს ავაწდით ხო და ამ 2 თვის მანძილზე რამდენჯერმე გაჟღერდა მათ შორის საზოგადოებაში, თუნდაც პროფესიაში გარკვეული გამოწვევები, ხომ არ არის რისკი ერთიანი და დამოუკიდებელი პროფესიის მიმართ. მე ამ საკითხს გადაცემაში ვეცდები დაუბრუნდი იქიდან გამომდინარე როგორ წარიმართება ჩვენი საუბარი, თუმცა ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა, ვის თუ არა ყოველთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის სახელმწიფოს ჰქონდეს სწორი და განუხრელი პოზიცია და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც თავმჯდომარისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ შესაძლო გამოწვევასთან დაკავშირებით, მათ შორის ქვეყნის პირველ პირთან საუბარი და რა თქმა უნდა, ცალსახა ხაზგასმა შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ პროფესიის დამოუკიდებლობა, პროფესიის ერთიანობა, კონსტიტუციური სტანდარტი და პრინციპია და განუხრელად იქნება აღნიშნული დაცული. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების მთავარ მოთამაშეებთან, ადვოკატებთან ერთად ეს არის, რა თქმა უნდა, სასამართლო და სახელმწიფო ბრალდება და ადვოკატების სახელმწიფო ბრალდება და სასამართლოს ჩვენ არაერთი პლატფორმა გვქონდა და უნდა შევქმნათ, სადაც პრაქტიკის განზოგადება მოხდება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატების ყოველდღიური საქმიანობისთვის. ჩვენ პულსაციაზე პრაქტიკის განვითარების ხელი უნდა გვედოს და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, პირველ პირებთან კომუნიკაცია მე პირადად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება სხვას არაფერს თუ არა ამ სამხრივ ურთიერთობაში, მართლმსაჯულების რგოლში ჩვენი ადგილის სწორ ამ შემთხვევაში პოზიციონირებას და ადვოკატებისთვის სამომავლოდ არაერთი სწორი კომუნიკაციის პრაქტიკის განზოგადების და ასე შემდეგ პლატფორმების შექმნას. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ეს ურთიერთობები გაგრძელდება და ამ ტიპის შეხვედრებს ყოველთვის ჩვენ ვეცდებით, რომ სათანადო დროს შედგეს, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, გივი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იხუმრა ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ, რა თქმა უნდა, კოლეგიალურად და მეგობრულად, მე ამაში ეჭვიც არ მეპარება, თუმცა პროფესიას სჭირდება როგორც საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო მიმართულების ძალზედ პირდაპირი კომუნიკაციის არხები, ასევე ქვეყნის შიგნით და აქედან გამომდინარე ადვოკატთა ასოციაცია თუ დღეს არის წარმოდგენილი და ამ სახით როგორც არის, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი დამოუკიდებლობის და თვითრეგულირების არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩართულობით, კანონის გამართულობით, მაგრამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის არასაბიუჯეტო, სრულიად დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანება და დიდწილად, ჯერ კიდევ 2005 წლიდან ამ ინსტიტუციის განვითარებაში დიდი როლი აქვს შესრულებული ABA-ს, ამერიკის იურისტთა ასოციაციას, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამას, ევროპის საბჭოს, გაეროს განვითარების პროგრამას და რა თქმა უნდა, ამ აქტორებთან კომუნიკაცია ამ ორგანიზაციას, მათ შორის არაერთი მიმართულებით პროექტული თანამშრომლობას, სამომავლოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ პროფესიის და მისი წევრების პრაქტიკული განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვის თუ არა პირველ პირს მართებს პირდაპირი კომუნიკაციის ახალი სტანდარტის აწყობა, თანამშრომლობის გეგმებზე საუბარი და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ის შეხვედრები თუნდაც ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან პირველ პირთან, გნებავთ ამერიკის საელჩოს სამართლის პროგრამების ხელმძღვანელთან, ისევე როგორც თუნდაც არაერთი საელჩოს წარმომადგენელთან და ელჩთან, ძალზედ მნიშვნელოვანია და მე კონკრეტულ პროდუქტებსაც უკვე ვხედავ და შედეგებსაც მაგალითისთვის რუმინეთის ელჩი ჩვენ უკვე მოვიწვიეთ და ძალზედ საინტერესო ევროსასამართლო პრაქტიკაზე და ევროკავშირის სამართალზე ლექცია ჩაატარა ქართველი ადვოკატებისათვის. შევთანხმდით თანამშრომლობის პროგრამაზე ევროპის საბჭოსთან სამომავლოდ, რაც თანამშრომლობა მოხმარდებათ ადვოკატებს და აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მიმართულებით ასოციაცია იყოს აქტიური და რა თქმა უნდა, იქნება კიდეც აქტიური ამ ურთიერთობების რეგულირების და შემდგომი გამტკიცების მიმართულებით.
ბატონო ირაკლი, ჩვენ შევიხეთ გამოწვევებს, თუმცა ერთი კონკრეტული საკითხთან მიმართებაში მინდა დაგისვათ კითხვა, ეს ეხება იურიდიული დახმარების სამსახურს და მასში კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს. თქვენ როგორც აღნიშნეთ, გქონდათ შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, იყავით საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტთან გქონდათ შეხვედრები. თუ შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ამ თემასთან მიმართებაში და საერთოდ როგორ ხდება ამ პროცესის განვითარება? მოდით ამ საკითხთან დაკავშირებით რამოდენიმე მიმართულება შევეხებით თქვენის ნებართვით და მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველ რიგში მე როგორც რიგითი ადვოკატი, თუმცა უპირველესად როგორც რიგითი მოქალაქე და ალბათ დამეთანხმებით ვიძინა გივი და თითოეული მოქალაქე, ვინც გვისმენს, გვიყურებს, დამეთანხმება ამ მიმართულებით, რომ იურიდიული დახმარების სამსახურმა ძალზედ ნიშნულოვანი როლი ასრულებს და შეასრულებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მე როგორც მოქალაქე და მეორე მხრივ უკვე როგორც ადვოკატი და გნებავთ როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, მადლობას ვამბობ ამ სამსახურის და ამ სამსახურის ადვოკატების მიმართ, რომელნიც არიან ჩვენი კოლეგები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და მე მინდა ღიად თქვენი გადაცემის ეთერითაც ამითი დავიწყო. თუმცა ამაზე ვსაუბრობდი მე საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენის როგორც პირველ ჯერზე, ასევე მეორე ჯერზე და ამას ვიტყვი ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა ამ სამსახურს და ამ სამსახურის ადვოკატებს, რათა ისინი თავთავიანთ ფუნქციას ასრულებენ უმაღლეს დონეზე და ტიტანურ შრომას წევენ. ხაზი მინდა გაუსვა, ტიტანურ შრომას წევენ ჩვენი საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი დაცვის მიმართულებით. ამისი არ დანახვა, ან ამისი არ აღნიშვნა არ გვეგების, მით უფრო ჩვენ ადვოკატებს. მეორე, რაც მნიშვნელოვანი არის და ამაზე მე ღიად ვსაუბრობდი, როდესაც აღნიშნული ცვლილებების შესახებ გახდა საჯაროდ ცნობილი, ჩვენს ინფორმაცია გავიგეთ საჯარო წყაროებიდან, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციამ დააფიქსირა პოზიცია შემოთავაზებული ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ შემდგომ უკვე ამისა, როდესაც ჩავერთეთ საკომიტეტო მოსმენებში აღნიშნული ცვლილების და მოვისმინეთ მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან წინა პირობები, რამ განაპირობა ეს ცვლილებები, მათ შორის აქცენტები არის დასმული იმაზე, რომ ეს არის საბიუჯეტო დაწესებულება, საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტის მქონე, 10 მილიონს აჭარბებს ის ამ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრები, რომლის მონიტორინგის, ეფექტური ხარჯვის, მათ შორის იგივე პროცესის დაკვირვება არის სახელმწიფოს ინტერესი, თუმცა ამ ყველაფერს რომ ერთი წამით გვერდზე გადავდოთ, ჩვენ პოზიცია გვქონდა პროფესიულ გაერთიანებას, რომ ის მოდელიც დღეს არის, ნამდვილად შეესაბამება საჭიროებებს და მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებს. ნახეთ, ამ სამსახურმა საკმაოდ დიდი ისტორია განვითარების გაიარა. გვახსენდება ეტაპი, როდესაც იყო კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილი, შემდგომ სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილი და საბოლოო ჯამში მოვედით პარლამენტის ქვეშ დაქვემდებარებულობის პრინციპამდე, რა პრინციპსაც მე არაერთხელ მაქვს აღნიშნული, მივესალმებით. და ეს მოდელი ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ბოლო წლებია ძალზედ კარგად მუშაობს. მეორე მხრივ მე მინდა ხაზი გავუსვა და ამასაც მინდა ამ შემთხვევაში თქვენი გადაცემის გამოყენებით საჯაროდ პოზიცია დავაფიქსირო, რომ ჩვენ შემოთავაზებული ცვლილებების მიმართ კითხვის ნიშნები გვქონდა. და ამაზე ჩვენ საჯაროდ ვილაპარაკეთ ადვოკატთა ასოციაცია, მათ შორის ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გავაკეთეთ ყისიერად, როცა გავიცანით ყოველივე აღნიშნულს, რომ იყო შემოთავაზებულ მოდელში ანუ პირველადი პრინციპი არის ნაცვლად პარლამენტისა პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულება და იქნებოდა საბჭო, რომელიც საბჭოში მათ შორის იყო წარმოდგენილი ადვოკატთა ასოციაციაც ერთი მხრივ, თუმცა ისეთი სუბიექტები, რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ მართლმსაჯულების მიმართულებით, თუმცა აქ გარკვეულ ჩვენი გადმოსახედიდან ინტერესა კონფლიქტის რისკებს ქმნიდა. ეს იყო სახელმწიფო ბრალდება, გენპროკურორის სახით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან კარგად მოგვიხსენება, რომ ამ სამსახურის ადვოკატები ერთგვარად წარმომადგენლობას ახორციელებენ სწორედ
ამ ზემოაღნიშნული ინსტიტუციების მიმართაც და რა თქმა უნდა, მათი პირველი პირების ჩართულობა და ამ ინსტიტუციების პირებს რო თავი დავანებოთ, ინტერესთა კონფლიქტის ღია დემონსტრირება იყო ჩვენ ამაზე ღია პოზიცია დავაფიქსირეთ. მე ამ მიმართულებით რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ კონსტრუქციულად წარიმართა და მიმდინარეობს პარლამენტში ამ პროექტის ცვლილებებზე მუშაობა და ეს ჩვენი შენიშვნები არის გათვალისწინებული, ინტერესთა კონფლიქტი ამ მიმართულებით არის აღმოფხრილი, თუმცა მეორე მხრივ მივიღეთ უკვე მოცემულობა, რომ მთლიანად ეს საბჭო აღარ არის მეორე მოსმენის ეტაპზე წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტში, რაც გარკვეულ ამ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან დამატებით დაფიქრება საჭიროებს, რამდენად არის წარმომადგენლობა ადვოკატის პროფესიის ამ სამსახურის მართვაში ჩართული. ამ მიმართულებით ჩვენ მათ შორის კიდევ ერთი ინიციატივა დავაფიქსირეთ პარლამენტის წინაშე, რომ დირექტორი, რომელიც შეირჩევა პრემიერ-მინისტრის მხრიდან და გამწესდება დირექტორის პოზიციაზე, მას საკვალიფიკაციო წინაპირობებში ჰქონდეს მოთხოვნა, რომ ის უნდა იყოს პრაქტიკოსი ადვოკატი, გამომდინარე იქიდან, რომ ალბათ ამ ეთანხმებით მხოლოდ მენეჯერული უნარების ცოდნა არ არის საკმარისი ამ სამსახურის დირექტორისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა კარგად ესმოდეს თუ რა პროფესიას თან აქვს შეხება, იმიტომ რომ პროფესიაში უნდა იყოს ჩვენ გვქონდა შემთხვევები ამ სამსახურის მაგალითზე, როდესაც შორეულ წარსულში დირექტორის მხრიდან ერთგვარ ჩარევას კონკრეტულ მაგალითს ჰქონდა ადგილი ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობის ჭრილში სტრატეგიის შეთანხმებას ითხოვდა და ამაზე სასამართლო პრაქტიკა არსებობს უკვე და ეს არ უნდა განმეორდეს. ეს დაუშვებელია. და რა თქმა უნდა ადვოკატთა ასოციაციის მოთხოვნა ყოველთვის იყო, არის და დარჩება, რომ ამ სამსახურის ადვოკატების დამოუკიდებლობა ნამდვილად არის ადვოკატთა ასოციაციის ინტერესი და ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ამ სამსახურის ადვოკატების ყოველდღიური საქმიანობის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე ვიდგებით, ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ არიან ჩვენი თანამშრომლები, უბრალოდ ისინი ადვოკატები არიან, ანუ ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან და ის პრინციპები, ეს გნებავთ ეთიკური სტანდარტი იქნება თუ კონსტიტუციით გარანტირებული ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობა არ უნდა შეილახოს, არ უნდა დაირღვეს. და კიდევ ერთი დეტალი ვისარგებლებ უბრალოდ თქვენი გადაცემის ამ შემთხვევაში გადაცემაში სტუმრობით და ერთ საკითხსაც შევეხები. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მე ვერ გეტყვით ეს მიზნობრივი დეზინფორმაციას ავრცელებს ვინმე, თუ რაიმე კარგად ვერ აღიქვა მსმენელმა, თუმცა მთქმელს გამგონეთ სჭირდება და მე თქვენი გადაცემითაც ვიტყვი. ერთ-ერთ მოსმენაზე მათ შორის გქონდა საუბარი, რომ თუ საერთოდ მოდელებზე ვსაუბრობთ, რა მოდელი უნდა იყოს ამ სამსახურის გამოყენებული, ასეთი მოდელი არაერთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში არის და მათ შორის საქართველოშიც იყო, როდესაც იურიდიულ დახმარებას ადვოკატები, ასოციაციის წევრები ანხორციელებდნენ. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ დღეს ეს მოდელი იხილება, ან ადვოკატთა ასოციაციას აქვს მოთხოვნა, რომ ეს მოდელი იყოს დაყენებული. აქ, როდესაც მოდელები შეფასდა ეს პოზიცია, მე შევახსენე საზოგადოებას, რომ თუ მაინც და მაინც მოდელებზეა საუბარი, ადვოკატთა ასოციაციის წიაღში ამ ფუნქციის არსებობა ნამდვილად არსებული გამოცდილება არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ამ სამსახურის ადვოკატის სამსახურს უნდა კარგავდეს, ბიუჯეტს არავინ არ ეხება, ფუნქციონალური დატვირთვით საუბარზეა საუბარი. შესაბამისად, მე მგონი აქ ვინმეს რაიმე არასწორად არ უნდა ესმოდეს, თუ ადვოკატთა ასოციაციას ვრუნავს თავისი წევრების ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გამტკიცებაზე და მზად არის თუ დადგება დღის ეს რიგში უზრუნველყოს საერთო ქოლგის ქვეშ ამ ფუნქციის შესრულება, თითეული დღეს იქ სამსახურის ადვოკატების ფუნქციონალური დატვირთვის შენარჩუნებით, მე მგონი ამაში არაფერი არ არის უარყოფითი და ძალიან ვთხოვ ყველას, რომ სწორი დასკვნები გააკეთონ და მიზნობრივად რაიმე ხელოვნურ დაპირისპირებას, ეს ერთი დიდი ოჯახია, მოირიდოს, ჩვენ ამას არ დაუშვებთ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ რო შევაჯამო ეს საკითხი, ასოციაცია დგას და იდგება თითეული ადვოკატის და მათ შორის რა თქმა უნდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების დამოუკიდებლობის სადარაჯოზე და ჩვენ ყოველმხრივ ვიყავით და ვართ ჩართული და არც გვერიდება ღიად დაგვიფიქსირებინა ის გამოწვევები, რაც შემოთავაზებულ პროექტს ჰქონდა და ამ პროცესში ჩართულობას ვაგრძელებთ. საზოგადოებას რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ამ თემებთან დაკავშირებით არის აუცილებელი და თქვენი კითხვაზე პასუხით ბევრმა უწურავად გაიგო ამ თემასთან მიმართებაში რა ხდება, თუმცა ჩვენ ვიცმეთ სპეკულაციებსთან იმასაც დაკავშირებით ბატონო ირაკლი, რომ ვიღაცა შეიძლება მიბით აკეთებს, ვიღაცა შეგნებულად
რომ შეთხოვლინდელი დღე იქნება, როდესაც ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ შევა. ეს მთლიანობაში ხა ვიღაცა რა გათვლით აკეთებს ეს მეორე საკითხია, თუმცა ჩვენ პროფესიას აყენებს ჭრდილქვეშ. და ამასაც მინდა რომ მსგავს სპეკულაციებსაც პასუხი გქონდეს გაცემული. ბიძინა ნახეთ გეთახვა და მადლობა ამ საკითხის ამოწევისთვის და იმაში ნამდვილად გეთანხმებით, რომ ამ საკითხდაწრეზე მნიშვნელოვანი არის საუბარი. შეიძლება არ არის ეფექტური ფორმები საუბრის, თუმცა თქვენი ამ შემთხვევაში გადაცემა კიდევ ერთხელ ამართლებს თავის არსებობას, იმიტომ რომ თქვენ ხართ იურიდიული პოდკასტი, როგორც პოზიციონირებთ და თქვენი ტიპის გადაცემები უნდა იყოს კიდეც ასე საჯაროდ პროფესიის შიგნით არსებულ გამოწვევებზე სასაუბრო პლატფორმა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ახლა რაც შეეხება მაგ საკითხს. ხაზგასმით აღნიშნავ. ნებისმიერი სპეკულაცია. ეს არის ნებსით თუ უნებლიეთ. ნებისმიერი ჰაერში არსებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობას. მეორე, პროფესიული გაერთიანების თვითრეგულირებას რაიმე საფრთხე შეექმნას არის წარმოუდგენელი. ამასთან დაკავშირებით მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ. მეც მქონდა პირადად საუბარი ერთი მხრივ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ასევე საჯარო გადაიცემოდა ჩვენი ჩართულობით იურიდიული დახმარების სამსახურის კანონის პროექტის ცვლილებები საზოგადოება უსმენდა პირდაპირ ეთერში და მათ შორის კომიტეტის ხელმძღვანელის მხრიდან, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის მხრიდანაც დაფიქსირდა, რომ ესეთი საკითხი დღის ეს რიგში არ დგას და არც არასდროს არ დადგება. და რა თქმა უნდა, ჩვენ პროფესია დამოუკიდებლობის, პროფესიული გაერთიანების, თვითრეგულირების სადარაჯოზე ვდგავართ, ვიდექით და ვიდგებით. ეს მართლაც წარმოუდგენელია, ამდაგვარს ადგილი ვერ ექნება, არ ექნება და თუ ექნება და ან იდეის რაღაცა ფორმით შემდგომ უკვე პრაქტიკული მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას რა თქმა უნდა მთელი პროფესია და არა მხოლოდ ქართული საერთაშორისო ამ შემთხვევაში პარტნიორი ორგანიზაციები იქნებიან ქართველი ადვოკატთა მხარ გამომდინარე იქიდან რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მსგავსი რამ განვითარებულ დემოკრატიულ იურისდიქციებში წარმოუდგენელია და ჩვენს ამ დიდი ოჯახის შვილები ვართ და განსაკუთრებით ადვოკატთა ასოციაცია მე ძალიან სიხარულით ერთი მხრივ, სიამაყით მეორე მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მათ შორის არის ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და განსაკუთრებით CCB-ის, რომელიც არის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო პროფესიული გაერთიანება, წევრი წლებია და ჩვენ მოზიარე ვართ იმ საერთაშორისო სტანდარტების, რა საერთაშორისო სტანდარტებსაც ნერგავთ საქართველოში და მათ შორის საჯაროდ არის აღიარებული, ეს არ არის ჩემი სიტყვები, რომ ქართული მოდელი ადვოკატთა ასოციაციის არის ერთ-ერთი პროგრესული და მოწინავე თვითონ ევროპულ ოჯახში და განსაკუთრებით რეგიონში. რაც ჩვენთვის ძალიან საამაყო ალბათ ამეთაყვებით თითოეული ადვოკატისთვის. თქვენ ახსენეთ საერთაშორისო ვიზიტები, პირველი საერთაშორისო ვიზიტი გქონდათ ევროპაში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის კონფერენციაზე. როგორ შეაფასებთ ამ კონფერენციას, როგორ მიიღეს და რა გამოწვევები და რა ასე ვთქვათ, ინტერესები გამოიწვია თქვენმა იქ ჩასვლა? დიდი მადლობა ამ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროფესიული გაერთიანება იყოს ძალზედ აქტიურად ინტეგრირებული ევროპულ სივრცეში და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ასე იქნება კიდეც, აქედან გამომდინარე, ნამდვილად მივიღე მონაწილეობა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეების ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვენაში შედგა, რა თქმა უნდა დავაფიქსირე ქართული ადვოკატების ამ შემთხვევაში პატივისცემა ევროპულ ღირებულებებთან და ძალზედ მნიშვნელოვანი არის, რომ მათ შორის როგორ მიმიღეს, როგორ აღნიშნეთ გივი, კარგად მიმიღეს. ჩემთვის არ არის უცხო ეს პლატფორმა გამომდინარე იქიდან, რომ მე
კონკრეტულ პერიოდში ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობებს ხელმძღვანელობდი, როდესაც მმართველი საბჭოს წევრი ვიყავი 10-12 წლის წინ, თუმცა რა თქმა უნდა ხალხი იცვლება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო რომ ახალი ურთიერთობები დამემყარებინა, ძალიან პოზიტიურად უყურებენ ამ შემთხვევაში პროფესიულ განვითარებას საქართველოში და ჩვენ არაერთი მე ამას მინდა ხაზი გავუსვა, ერთობლივი აქტივობა დავგეგმეთ ისევე როგორც მათ შორის კონკრეტული ამ შემთხვევაში და ამას მალე გაიგებს ჩვენი როგორც корпуსი, ჩვენი კორპორაციის წევრები, ასევე საზოგადოება არაერთ ბილატერალურ ადვოკატთა ასოციაციებს გულისხმობ ევროპის კონკრეტულ მაგალითებზე ურთიერთობაში შესვლას ვაპირებთ, გეგმავთ, რაც წინაპირობა იქნება ამ შემთხვევაში ჩვენი პროფესიული გაერთიანების და მათი წევრებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის. ბატონო ირაკლი, ჩვენ შეხვედრების ნაწილი რომ ამოვწუროთ, აღვნიშნეთ თქვენი შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, ქვეყნის უმაღლეს პირებთან, თუმცა თქვენ არ გაუწყდებათ თქვენი საარჩევნო დაპირება და აქტიურად იწყებთ რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრებს და რამოდენიმე დღის წინ უკვე იყავით კახეთში ვიზიტით. რა გამოწვევები არის რეგიონში მომუშავე ადვოკატებისთვის და თუ ჭირდებათ მათ რაიმე განსაკუთრებული მხარდაჭერა? ნამდვილად ყველა ის დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხთა წრე, რაც მათ შორის იყო გაჟღერებული როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის გეგმა და დაპირება, რა თქმა უნდა, მიექცევა რეალიზებას. ერთ-ერთი მიმართულება იყო ნამდვილად თავმჯდომარე თითოეულ ადვოკატთან და ამის პრაქტიკული მაგალითები ჩვენ სახეზე გვაქვს. თქვენ ვეაღნიშნეთ პირველივე დღე ადვოკატებთან გავატარეთ და ასე გრძელდება ყოველდღიურად. ასეც უნდა იყოს და აქ რაიმე კითხვის დასმა, მე მგონი უხერხული იყო თუ რო ისმებოდა და უხერხული იქნება ახაც რო ვინმე დასვას, ეს მე მგონი აქსიომატური თეზაა. თუმცა მეორე მხრივ მე მართლაც მაქვს გეგმა, რომ სამთვეში ერთხელ თითოეულ ამ შემთხვევაში რეგიონში ვიყო პირადად, დავიწყე კახეთით. მე ძალიან მიხარია, რომ ძალიან თბილი შეხვედრა იყო კახეთის რეგიონში მოქმედი ადვოკატების, უფრო მეტიც რამდენიმე იყო არა ადგილობრივი, მაგრამ ახლოში იყვნენ და მოვიდნენ ჩვენი კოლეგები, რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია და მარტის თვეში ჩვენ დასავლეთ საქართველოში გავმართავ ამ მიმართულებით შეხვედრებს, უფრო მეცაც გეტყვით რეგიონალური საკოორდინაციო საბჭო თავმჯდომარესთან არსებული უკვე შევქმენი, რაც არის იმისი ამ შემთხვევაში წინაპირობა, რომ არა მხოლოდ ადგილზე ჩასვლისას, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში უშუალოდ ამ საბჭოს წევრი რეგიონალური ჭრილში მოქმედი ჩვენი კოლეგებისაგან პირდაპირ ინფორმაცია თავმჯდომარესთან მოდიოდეს, რა ხდება, რა გამოწვევა ან რაიმე ხომ არ არის, სადაც იმ წამიერი, მყისიერი ჩართულობა პროფესიული გაერთიანების ან მისი პირველი პირის არის საჭირო. რაც შეეხება გამოწვევებს, ერთ კონკრეტულ საკითხს შევეხები, ჩვენ ყოველთვის გვქონდა გეგმაში და დავიწყეთ თბილისის მაგალითზე ცოცხალი ტრენინგების შეთავაზება ჩვენი კოლეგა ადვოკატებისთვის და უფრო მეტიც პარალელურ რეჟიმში დავნერგეთ ონლაინ ჩართვის ხელმისაწვდომობა ყველა იმ ადვოკატისთვის, აი მაგალითისთვის თუ თბილისში არის ტრეინინგი და სხვადასხვა დღესაც აი ახლა მიმდინარე ცოცხალი ტრეინინგი არის ასოციაციაში, როცა ჩვენ დღეს აქ საუბრობთ, უფრო მეტიც დღის ბოლოს კიდევ ერთი ცოცხალი ტრეინინგი იქნება და დისტანციურად ძალზედ მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე ვრთავთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, აი იგივე თქვენ რომ ხვალ თბილისში არიყოთ და რაღაც პროცესზე იყოთ სხვა ქალაქში, გადაწყვიტოთ რომ ჩაერთოთ, უპრობლემოდ ჩაგრთავთ, დაგასწრებთ ამ ტრენინგზე თბილისში და ამ მოდელის ამ შემთხვევაში მათ შორის დემონსტრირება გავაკეთე ჩვენ კოლეგებთან კახეთში, ისევე როგორც შევთანხმდით უკვე კონკრეტულ შესაძლო აქტივობებზე, რაც უნდა განხორციელდეს კახეთის რეგიონში, მათ შორის სასწავლო კომპონენტის თვალსაზრისით, იმიტომ რომ რეგიონალურ ჭრილშიც ტრენინგების ცოცხლად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული მარტში რამოდენიმე ქალაქში ესეთი აქტივობა და ამ ჭრილში, რა თქმა უნდა, თითოეული რეგიონის ჩართვა არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც საკომიტეტო მუშაობაზე მქონდა საუბარი ჩვენს წევრებთან კახეთის რეგიონში და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ
პოზიტიურად არიან ჩართულნი და ყველა იმ გამოწვევაზე ღიად უნდა გვქონდეს ჩვენ საუბრის საშუალება, არასოც ქსელით შემოთვლებით და რაიმე სხვა გზით, არამედ პირადად და ეს არის სწორი და მერე უკვე რეაგირებაც იქნება ქმედითი და საკითხთა პრობლემურ საკითხთა გადაწყვეტის წრეც იქნება ქმედითი. 40-მდე კომიტეტი დაფუძნდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. რა არის ამ რეფორმის მთავარი მიზანი და რატომ გადაწყვეტეთ, რომ ეს საკომიტეტო საქმიანობა უფრო ღია, უფრო ფართომასშტაბიანი და უფრო აქტიური გაგეხადათ? მოგახსენებთ, მე თავშივე აღვნიშნე და არა მხოლოდ თქვენ გადაცემაში და არა მხოლოდ დღეს. ეს პროფესიული გაერთიანება არის თითოეული ადვოკატის. მათ შორის უნდა ჰქონდეთ ჩართვის საშუალება ყველა ყოველდღიურ მიმდინარე მოვლენაში. ტრენინგების თემა რომ ამოვწურო, მე ღიად ვამბობ თქვენი გადაცემის გამოყენებითაც, რომ იყო ხოლმე საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ დავრეგისტრირდი მაგალითად ამა თუ იმ აქტივობაზე. ახლა გივი ეს ხელოვნურად ნათქვამი ფრაზა იყო, მიზნობრივი რაღაცის დაზიანების მიზნით გაჟღერებული, თუ მართალი, რეალური, ჩემთვის ახლა დღეს უკვე აღარ აქვს ამას მნიშვნელობა. მე ვიცი ერთი რამ. ადვოკატს აქვს ინტერესი დაესწროს ამა თუ იმ სასწავლო კომპონენტს, მობრძანდით პირდაპირ და დაესწარით. მოვსპოთ მიზნობრივი თუ არა მიზნობრივი, ამ შემთხვევაში ცრუ ინფორმაციის თუ თუნდაც რეალურის, მაგრამ საბოლოო ჯამში არავისთვის სიკეთის მომტანი განცხადებების კეთება. გაქვთ ინტერესი მობრძანდით. და ერთი ცუდი პრაქტიკა უნდა დავამთავროთ, ბატონო ირაკლი, ბოდიშო გაწყვეტინებთ, როდესაც რეგისტრაციას გადიან ადვოკატები ამა თუ იმ შეხვედრაზე და შემდეგ აღარ მოდიან. ეს საკითხი თქვენ გადაცემას კიდევ რამდენჯერ გამოვიყენებ და ვეტყვი ადვოკატებს, რომ მეგობრებო, ნებისმიერი აქტივობა, განსაკუთრებით ვიძინა, რასაც თქვენ ბრძანებთ, სასწავლო კომპონენტი ჩვენთვის კეთდება და ის მანკიერი პრაქტიკა, რაც იყო და სხვათა შორის, აი დღეს არის თებერვლის ბოლო უკვე, ხო? 5-ზე მეტი ცოცხალი ტრენინგი უკვე ჩატარდა. გრძელდება სამწუხაროდ და ეს არ შეიძლება. მაშინ ნუ ვამბობთ, რომ გვინდა ცოცხალი ტრენინგი, ან მაშინ ნუ ვამბობთ, რომ თურმე რეგისტრირების საშუალება არ გვაქვს, მოხსენი ხო ეს სასაუბრო თემა. ვერ რეგისტრირდებით, მობრძანდით. მაგრამ რეგისტრირდებით და არ მოდიხართ, ან იცით რომ არის და არ ესწრებით, მაშინ ასოციაციის მიმართ დაუსაბუთებელი მოთხოვნები, რომ რაღაცა არ ორგანიზდება, ან ხელი გვეშლება, დავასრულოთ. ჩვენ არ ვართ პირები, რომელსაც მოგვერიდება რაღაცაზე საუბარი ღიად. სიკეთეზე და პოზიტივზე თქმა იმისა, რომ ეს არის სწორი, ხოლო თუ რაიმე არ არის სწორი, იმასაც ღიად ვიტყვი, რომ არ არის სწორი. აი ეს არ არის სწორი. ამას კიდე დავუბრუნდებით, მაგრამ ახლა ეს საკომიტეტო საკითხიც რომ ამოვწუროთ, ნახეთ. სწორე აღნიშნეთ გივი, ნამდვილად მნიშვნელოვანი არის ღიაობა, ოღონდ ეს ღიაობა არ უნდა იყოს მხოლოდ ღიაობის მიზნით. ეს უნდა იყოს ქმედითი და აქედან გამომდინარე თითოეულ წევრს, ვისაც აქვს ინტერესი, რომ ჩაერთოს ამა თუ იმ სამართლის დარგობრივ კომიტეტში. და სხვათა შორის გავაფართოეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ღიაობის პლატფორმა იყოს ღიაზე ღია და გამჭვირვალე. რა თქმა უნდა და მობრძანდით, მაგრამ მეორე მხრივ საჭიროებაც არის, იცით მეგობრებო, ისეთი ვიწრო მიმართულებები დარგობრივი სამართლებრივი, როგორიც არის მაგალითისთვის გნებავთ მედია სამართალი და წარმატებები ამ კომიტეტს და არა ვისარგებლობ შემთხვევით ბატონო ირაკლი, რომ მოუწოდებ ჩვენ კოლეგებს, რომ ჩვენი კარი ღია არის და შემოგვიერთდნენ კომიტეტში. თითოეულ კომიტეტში, მათ შორის სპორტის სამართალი, მათ შორის კონკურენციის სამართალი, მათ შორის გადახდის უუნარობის სამართლის კომიტეტი, გნებავთ მედიაციის, არბიტრაჟის და ასე შემდეგ, ვიწრო მიმართულებით. ეს არის დღევანდელი სამართალი ევროპაში თუ ამერიკაში და ვიწრო სპეციალიზაციით, კვალიფიკაციის ამაღლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ორ მიმართულებას რომ წერტილი დაუსვა, ანუ ღიაობა და შესაძლებლობების მიცემა ჩართულობის, მეორე სამართლის კონკრეტული დარგების განვითარება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და შეიძლება იმ სლოგანს თუ შევხედავთ, რომ პროფესია და პროფესიული ინტერესი უპირველეს ყოვლისა, ამით შეიძლება დაგვეწყო, რომ ადვოკატთა ასოციაციის დროშა უნდა იყოს წარმოდგენილი და აღმართული ნებისმიერ იმ სამართლებრივ თავყრილობაზე, ეს იქნება ვორქშოპი, ტრენინგი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, სადაც არსებითად იხილება ამ დარგების განვითარებაზე, ან აზრის გაცვლას აქვს ადგილი და უფრო მეტიც რიგ შემთხვევაში
თვითონ პროფესიული გაერთიანების წიაღში არსებული ეს სტრუქტურა უნდა იყოს ინიციატორი მსგავსი ტიპის აზრის ცვლის თუ ამ შემთხვევაში დარგის განვითარების ლოკომოტივი. აი ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს ამ პროფესიულმა გაერთიანებამ და მათ შორის თითოეულმა ჩვენთაგანმა და ამ მიმართულებით მე როგორც თავმჯდომარე გვერდით მიგურიეთ კოლეგებო ამ პლატფორმების შექმნასა და შემდგომ უკვე მხარდაჭერაში. თუმცა ურთიერთობა ორ მხრივია. აქ უკვე მე ერთ-ერთი საჯარო პოსტიც დავდე აბურთი და ამოედანი. აი ბურთი, აი მოედანი. და საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს. საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა რაღაცას ხელს უშლის ამ ბარიერს ქნის, დახურულია. არც იყო, არც არის და არც არასდროს არ იქნება. დემონსტრირებულად თვალსაჩინოდ არის და დანარჩენი ჩავერთოთ და განვავითაროთ ერთად დარგები და განვავითაროთ ერთად პროფესია. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი რაც კარგად უნდა გვესმოდეს და ეს ადვოკატებსაც კარგად უნდა გვესმოდეს. პროფესიული გაერთიანება ვერ იქნება ეფექტური, მაინც და მაინც თავმჯდომარე და მართველი რგოლები არ არის ის ერთადერთი ლოკომოტივი. თითოეული ჩვენთაგანია. ისევე როგორც აი ეს მიმართულებები დარგობრივი კომიტეტების ეფექტურობა არის წინაპირობა უკვე პროფესიული გაერთიანების განვითარების და უფრო მეცაც გეტყვით ერთ-ერთი კომიტეტი ვისარგებლებ თქვენი გადაცემით კიდევ ერთხელ დავიტყვი, იმიტომ რომ მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადვოკატთა ასოციაცია საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილშიც იყოს ერთ-ერთი მოწინავე იდეების გენერატორი. ცალკე შევქმნით კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივებზე მომუშავე კოლეგების. რატომ? ძალიან მნიშვნელოვანია. დარგები ბევრია, თითოეული დარგის კომიტეტმა შეიძლება ამა თუ იმ მოქმედ კანონთან დაკავშირებით და უფრო მეტიც კიდევ ერთ კომიტეტია შექმნილი ხარვეზების იდენტიფიკაციაზე ვინც იმუშავებს. აღმოფხვრა რომ მოხდეს სწორად ამ ერთი ხარვეზების იდენტიფიცირება, მერე უკვე საკანონმდებლო ინიციატივად ქცევა, ამაზეც ცალკე მიმართულება შევქმნით და მე მგონი ახლა დრო არის იმისა, რომ ჩვენ ხელები დავიკაპიცოთ, ეს არსებული შესაძლებლობები სწორად გამოვიყენოთ და ვიმუშაოთ ერთად პროფესიის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, გარდა მაგისა, რომ დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს თითოეული ადვოკატისთვის, რომელიც აქტიურად იმუშავებს აღნიშნულ კომიტეტებში, მათი პროფესიული გაზრდისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია არის მუდმივად განვითარებადი, ჩვენ ნაკლები გვაქვს რუტინა, მუდმივად თვითგანვითარებაზე უნდა იფიქრო, რაც უნდა მაღალი პროფესიონალის ადვოკატი იყო, თუ რაღაც კონკრეტულ თემასთან მიმართებაში მჭიდრო კავშირი არ გექნება, რაღაც ხარისხი გეკარგება. შესაბამისად, ეს დარგობრივი სპეციალიზაციის განვითარებასაც ხელს უწყობს ადვოკატები, რომლებიც კონკრეტულ მიმართებაზე აქტიურად იმუშავებენ და ეს ერთი დეტალი ბიძინა თქვენ ნათქვამს შემახსენა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ადვოკატთა ასოციაცია თქვენი მონამორჩილი მათ შორის არ ვიტყვი უპირველესად, მაგრამ მათ შორის ნამდვილად უწყობთ ხელს ახალი სახეების ერთი მხრივ წარმოჩინებას და მეორე მხრივ ფართოდ არეალზე წამოწყებას. იმიტომ რომ მათ შორის იყო ხოლმე საკითხი, რომ ერთ და იგივე სახეები გადავხედოთ თუნდაც კომიტეტის ხელმძღვანელებს და იმედი მაქვს მალე უკვე კომიტეტები რო დაკომპლექტდება სრულიად ახალი სახეები არის. რა თქმა უნდა, ხმათაც უნდა გაამართლონ. ეს მეორე საკითხია. თუმცა ის რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალ სახეების აქტიური სახეების კიდევ უფრო მხარდაჭერას, ეს არის ფაქტი. ახლა უკვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა გავმეორდე, მაგრამ ხაზს გავუსვამ, რომ დრო არის ერთად ხელები დავიკაპიცოთ და პროფესიის განვითარებაზე ჩვენ ერთად ვიფიქროთ, თუმცა მარტო ფიქრი არა, მე როგორ ვიმოქმედოთ. აი ეს პლატფორმა ნამდვილად არის ამოქმედებული და ამ მიმართულებით მე თითოეული კოლეგის და თითოეული ადვოკატის მხარდაჭერის და ჩართულობის იმედი ვექნება. დასასრულს რა გეგმები აქვს ადვოკატთა ასოციაციას? თუ შეგიძლიათ რაღაც ნიუანსები, მაინც გითხრათ სამომავლოდ ასაპირებთ რის განხორციელებას. ერთი და უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი. ყოველთვის ვიდგებით ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების და ჩვენი პროფესიის დამოუკიდებლობის, თვითრეგულირების სადარაჯოზე, კონსტიტუციასთან ერთად. მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი ყოველთვის იყოს დაცული. მეორე რაც ძალზედ მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეული ადვოკატის უფლებების სადარაჯოზე იდგა და დგას და იდგება ჩვენი პროფესიული გაერთიანება და ამ მიმართულებით მე როგორც თავმჯდომარე თითოეულმა კოლეგამ მუდამ გვერდით მიგულოს. ეს ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რა მიმართულებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუზრუნველყოფთ, ვანხორციელებთ და ეს ესე გაგრძელდება.
შემდეგი რა ძალზე მნიშვნელოვანი არის თქვენ აღნიშნეთ მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობები და ჩვენ გეგმავთ ძალზე მნიშვნელოვანი არის ჩემთვის პირადად რომ ძალზე მჭიდრო იყოს ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებებთან თანამშრომლობის და ამ მიმართულებას ეს არის შეუქცევადი ხაზი როგორც ევროპულ ასევე ამერიკის მიმართულებით ისევე როგორც ჩვენ სამეზობლო მიმართულებით ძალიან მჭიდრო ბილატერალური მათ შორის ურთიერთობების დამყარების და ეს კონკრეტიკა უახლოეს პერიოდში ასევე გამოჩნდება. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, ჩვენ აუცილებლად იგივე, რაზეც ვისაუბრეთ, ხო? სასწავლო კომპონენტების გაძლიერება, თქვენ ალბათ შენიშნავდით, რომ მაგალითისთვის არა მხოლოდ რო ცოცხალი ტრენინგები დავაბრუნეთ და ხელს უწყობთ, არამედ სასწავლო თვითგანვითარების პლატფორმებს უქმნით ადვოკატებს, მაგალითად, ძალზედ კარგი პროექტი დავიწყეთ EPFLOS-თან ერთად ევროპის საჯარო სამართლის ინსტიტუტთან და ადვოკატებს შეუქმნით უკვე პლატფორმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ორმაგი დიპლომის ევროპული და ქართულის მიღების უპრეცედენტო ფასდაკლების რესურსი მივაღწიეთ ადვოკატებისთვის 70%-მდე შევუმცირეთ ღირებულება თუ არის ადვოკატი და უფრო მეტიც ადვოკატთა ასოციაციის ადაპტაციის პროგრამის მსმენელთათვისაც. ეს ძალიან ძალზედ მნიშვნელოვანი რამ არის მომავალი ადვოკატებისთვის, ანუ რომ ნათელი იყოს ჩვენი მაყურებლისთვის და მე მიხარია რომ 10-ზე მეტმა ადვოკატმა 6 მე მგონი სამაგისტროზე და 4 უკვე სადოქტოროზე მოხვდა ეს მნიშვნელოვანი განვითარების პლატფორმაა. მათ შორის ქართულენოვანი თანახმწვანელის ფუნქციონალური დატვირთვაც ჩამამატეთ ამ პროგრამას და ერთი მხრივ დიდი მადლობა EPFLOS ამ შესაძლებლობისთვის, მაგრამ მეორე მხრივ კონკრეტული შედეგი არის და კონკრეტული შესაძლებლობა ადვოკატებისთვის. მეორე ასეთი მიმართულება არის ამერიკული მიმართულება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში თანამშრომლობის და მათ შორის ფასდაკლების ოფცია გავაკეთეთ ამერიკული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლასთან, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი არის და რამოდენიმე ადვოკატი საქართველოსთან კიდევ არის, ვინც მაცნობა, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლა, მათ შორის ამ ახალი ფასდაკლებით და ესეც ახალი შესაძლებლობაა, რაც ამ მოკლე პერიოდში შევქმნით და მე იმედი მაქვს, რომ ადვოკატები ამ შესაძლებლობებს გამოიყენებენ, ასე რომ ამ მიმართულებით და ძალიან კონკრეტული ჩვენი მხრიდან იქნება აქტივობები, ისევე როგორც რეგიონალურ ჭრილში ძალზედ მჭიდრო აქტიური ჩართულობა არის ჩვენი გეგმა და მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით გარკვეული ამ შემთხვევაში კონკრეტული საჭირო ცვლილებების გატარებაზე ჩვენ ვმუშაობთ, ისევე როგორც ბოლოს მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რაზეც ჩვენ გვისაუბრია სხვადასხვა წრეებში, ეს არის, რომ საქართველოს ხელი მოაწეროს კონვენციას ადვოკატის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით მქონდა ასევე სახელმწიფოს შესაბამის წარმომადგენლებთან საუბარი და ამ მიმართულებით ასოციაცია აქტიურ ნაბიჯებს ასევე გადადგამს. ასე რომ საკეთებელი საკმაოდ ბევრია, თუმცა მე მგონია, რომ ეს არის განვითარების წინაპირობა და პირველ რიგში ეს მიზნები მიიღწევა ყველას ერთად ჩართულობით და ერთიანობას წინ არაფერი არ უდგას და ხელი თანამშრომლობის თითოეული ადვოკატის მიმართ თავმჯდომარეს ყოველთვის გამოწვდენილი აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრინციპი თავმჯდომარე თითოეულ კოლეგასთან და კოლეგები თავმჯდომარის მხარდამხარ იქნება რეალიზებადი. და კიდევ ერთი ბოლოს უკვე სამართლებრივ ჭრილში გინდათ მოაქციათ, გინდათ გადავხვევათ ჩათვალეთ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მე პირადად ურთიერთობებს. რომ კოლეგები ერთმანეთთან ხშირად კომუნიცირებდნენ, მათ შორის უკვე ჩავატარეთ ისეთი აქტივობა, როგორიც არის გამოფენა მხატვარი ადვოკატების და ეს არის სხვა არაფერი თუ არა ერთი მხრივ დემონსტრირება საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენ პარალელურად ძალიან ამ შემთხვევაში ნიჭით გამორჩეული ხალხი ვართ და ეს კონკრეტული მაგალითებია, ხო? 15-ზე მეტმა კოლეგამ ძალიან საინტერესო ნახატები გამოფინა, ამ ღონისძიებას ესწრებოდა მხატვართა კავშირის ხელმძღვანელობაც, სამხატვრო
კავშირს გულისხმობ და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი შემდგომი გოღონებისება გვაქვს. ჭირებას რომ შევეხოთ ბატონ ირაკლი, მოახლოებულ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა წარმატებები უსურვო ჩვენ გუნდს, რომელიც სადაც წარმატებით გამოდის წლების განმავლობაში და სწორი ერთ-ერთი მოწინავეა სხვათა შორის. დამატება იყო ბიძინა თქვენი მხრიდან მაისში ჩვენი ნაკრები ასოციაციის და ამ მიმართულებას ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულად. მონაწილე იქნება კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის და მე სურვილი მექნება რომ ბოლო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს და იმედი მექნება რომ წინ წავალთ. მე გამიხარდება მეორე ადგილიც, თუმცა რა თქმა უნდა პირველი ადგილი დიდი საპატიო ჯილდო იქნება, თუმცა ნაბიჯ წინ და წინ აქედან გამომდინარე წარმატებებს უსურვებ მაისში ჩვენს ნაკრებსა, ჩვენს ბიჭებს. ჭადრაკის მიმართულებითაც სხვათა შორის ასოციაცია ითამაშა, მათ შორის აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციას და გაიმარჯვა რა თქმა უნდა არაერთხელ ვინაიდან საქართველოს საჭადრაკო ქვეყანაა მოგეხსენებათ და შემოთავაზებაც არის მე როგორც ვიცი რომ კიდევ განმეორებით ეთამაშოთ და ამ მიმართულებითაც გვყავს ძალიან ნიჭიერი ადვოკატები რომლებიც კარგად თამაშობენ ჭადრაკს და ამ მიმართულებითაც მოწინავეები ვართ და მისასალმებელია ეს ყოველი კარგია რომ ამ საკითხებსაც შევეხეთ და თქვენ წამოწიეთ იმიტომ რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ძალიან მრავალმხრივ ნიჭიერი ხალხი ვართ და კარგი ხალხი ვართ ადვოკატები. ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ეთერი გამოვიდა და თქვენთან შეხვედრა ყოველთვის ტრადიციულად ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დახუნძლული არის. გისურვებთ წარმატებებს იმ საქმიანობაში, რომლის საქმიანობაც ახალი დაწყებული გაქვთ და დარწმუნებული ვარ ადვოკატთა ასოციაცია იქნება ის ორგანიზაცია საქართველოში და არის კიდევაც, რომელიც მუდმივად იქნება განვითარებაზე ორიენტირებული და თანამედროვე ტენდენციებს აუწყობს ფეხს და იქნება დამოუკიდებელი გუნდური ერთ გუნდად შეკრული გაერთიანება. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები ჩვენ და თქვენ ჩვენს პროფესიაში. დიდი მადლობა, წარმატებები ერთად.